ეს არის Toyota Camry TRD და სანამ ამ ვიდეოს დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ როგორც წინა ვიდეოებში, ახლაც გავაჩუქებთ სოკარის პრემიუმის ტალონებს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა და არხის გამოწერა და შემდეგ უკვე შეამოწმეთ ჩემი short ვიდეო, სადაც ნახავთ ვინ არის გამარჯვებული და ხომ არ ხართ თქვენ ის იღბლიანი ადამიანი. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი Toyota Camry TRD. მოკლედ რა შეიძლება ვთქვათ, Toyota Camry, არავისთვის უცხო და ახალი არ არის, პირიქით, ძალიან ბევრს უყვარს ეს მანქანა, მოსწონს ეს მანქანა და მინიმუმ იყენებს მაინც, რადგან არის კომფორტული, შედარებით კომფორტული, უფრო ფართე, რასთავარი არის გამძლე, ამასთანავე არის ეკონომიურიც, რადგან ძირითადად Toyota Camry-ის უმეტესობა არის ჰიბრიდი, თუმცა არა ჰიბრიდი ვარიანტებიც არის 2 და 5, რომელიც შედარებით უფრო მეტ წვავს ვიდრე ჰიბრიდი. და გვაქვს კიდევ ასეთებიც 3 და 5-იანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც მინდა გითხრათ, რომ არ არის ხშირი, კიდევ უფრო იშვიათია TRD. ჩვეულებრივ 3 და 5-სა და TRD-ის შორის არის ბევრი სხვაობა, რაც ყველაზე მთავარია ძრავი. ძრავში არაფერი სხვაობა არ არის. ერთი და იგივე ძრავია, როგორც ჩვეულებრივ სტანდარტული 3 და 5 XSI, ისე Toyota Camry TRD. ძრავში სხვაობა არ არის, მაგრამ ეს ცუდი არაფერი არ არის ამაში, რადგან საკმაოდ კარგი ძრავი აქვს და იქ რო გავივლით, მე ვნახავთ, ტექნიკურად გვაქვს სხვაობა დაკიდებაში, ამორტიზატორებში და ზოგადად დაკიდების სისტემაში ბევრი დეტალია არასტანდარტული. ჩვეულებრივ 3 და 5-თან შედარებით TRD არის დაახლოებით სანტიმეტრ ნახევრით უფრო დაბალი. ეს დისკებიც ქარხნულად TRD-ა. მე პირადად არასდროს გამჩენია სურვილი Toyota Camry-ის შეძენის, თუმცა როცა ვნახე ეს მოდელი TRD, კარგი დაბეჭდილება შემექნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სპორტ სედანი, მაგალითად როგორც S4, RS-ზე არაფერს ვამბობ, M და AMG და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო. თავისი კლასი კი არის რა, Mazda 6, ასევე Accord, ასევე Kia და Hyundai-ც შეიძლება ვიგულისხმოთ. ამ კლასში ჩემი აზრით არის ძალიან კარგი მანქანა. ერთი ის რომ რა თქმა უნდა, მშვიდად ვართ, Toyota გვყავს, არანაირი ზედმეტი სერვისი, არანაირი ძვირი სერვისი და დაუგეგმავი ხარჯები. ისთვისაც ძალიან ბევრს უყვარს ეს მოდელი Camry, ის ყველაფერი ადგილზეა და დამატებით რაღაც კარგი გვაქვს. მაგალითად, აი ეს ქარხნული გამშვები, რომელიც არის TRD-ის და მინდა გითხრათ, რომ ჟღერს საკმაოდ კარგად. ჩემთვის პირადად ყველაზე კარგი მხარე არის უკანა მხარე. არა ქარხნული რო იყოს ეს სპოილერი, დიდად არ მომეწონებოდა, მაგრამ ქარხნული რომ არის, Toyota-ს მიერ არის შექმნილი და გამოშვებული რაღაცნაირად მომწონს უხდება. მანქანა უფრო შედარებით ხისტია, ვიდრე სტანდარტული Camry. როგორ იმართება უკვე გზაზე, ამას მე ვნახავთ. ახალი თაობა Camry, რომელიც ამის შემდეგ გამოვიდა, ახლა 2025-ში, უკვე აღარ იქნება ამ ძრავით და იქნება მხოლოდ 2 და 5 ჰიბრიდული ძრავით. TRD აღარ გვეყოლება, მოხმარებლის უმეტესობას Camry-ისთვისაც უნდათ, იმას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს Toyota-ც ეკონომიურობას და პრაქტიკულობას. ამასთან ახალი თაობის ჰიბრიდი გაუმჯობესდა, სიმძლავრეც უფრო მეტი აქვს და ძალიან კარგი წვა აქვს, თუმცა ავტომოყვარულისთვის საინტერესო არ არის. რა თქმა უნდა, ჰიბრიდთან შედარებით წვაში დიდი სხვაობა, დაახლოებით 12 ლიტრი უწერია ქალაქში, ცოტა მეტსაც დაწვავს, თუმცა რა ვიცი, ძალიან კაი მანქანაა, ესე მინდა რომ ჩავჯდე და გავატარო და მე უკვე გადმოგცეთ ემოციები, როგორ იგრძნობა.
მოკლედ შიგნიდან სტანდარტული Camry-ა, არაფერი განსაკუთრებული სხვათა შორის და ბევრი ოფციაც რაღაც დამატებით არ აქვს, თუმცა სტანდარტურად CarPlay არის, რაც მთავარია. ეკრანი პატარა, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი Camry-ა. ერთადერთი სპიდომეტრი გვაქვს წითელი ხვედებია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უფრო ხისტი მეგონა იქნებოდა TRD, მაგრამ საკმაოდ კომფორტულია. 300 ცხენი ძალა აქვს, 360 ნიუტონ-მეტრი. ძალა აქვს, სასიამოვნო სამართავია, კარაქივით ძრავია, ძალიან სასიამოვნოა ეს. ნულიდან 100-მდე დაახლოებით 6 წამია, საოჯახო მანქანისთვის საკმარისია. რა თქმა უნდა, უკანა წამყვანი არ არის, არც 500 ცხენის ძალა აქვს და ასე შემდეგ. თუმცა, ჩემი აზრით, საკმარისია მანქანა არის, რომელსაც გამოიყენებ ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე და ზედმეტი ხარჯების გარეშე. რისთვისაც არის შექმნილი, იმას აკეთებს ჩემი აზრით საუკეთესოდ. საკმარისია ჩემი აზრით სტანდარტული Camry-სგან, Fusion-ისგან და მსგავსი მოდელებისგან განსხვავებით რაღაცა თავისი აქვს, ძრავიც განსხვავებულია. როცა გვყავს ოჯახი, ან თუნდაც რაიმე საქმიანობა და გვიწევს რაიმე მსგავსი მანქანის შეძენა, როგორც Camry-ა, ამ შემთხვევაში TRD არის საკმაოდ კარგი ვარიანტი და ერთადერთი მინუსი არის წვა, რა თქმა უნდა, ჰიბრიდთან შედარებით. საბოლოო ჯამში მე დაუწერდი კის. რა თქმა უნდა, რაღაცა გადამრიე და გადავირიე არ არის, თუმცა რა მოლოდინიც უნდა გქონდეს Toyota-სგან, Camry-სგან, ჩემი აზრით იმ მოლოდინს ამართლებს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ დააკომენტაროთ, გამოეწოდოთ არხი, რადგან როგორც წინა ვიდეოებში და ასევე შემდეგ ვიდეოებში გაჩუქდება სოკარის 70 ლიტრი პრემიუმი, ამიტომ აწერეთ რაიმე კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი. ასე რომ ყოველი ვიდეო ნიშნავს შესაძლებლობას ჩვენი ტალონების მოგების და ორ ადამიანს შეხვდება სოკარის პრემიუმი.